ესა ნინჯას მულტიკუქერი. რა გავაკეთოთ მულტიკუქერში შემოსწ ყველაფერს გაკეთება შეუძლია. იმიტომ რომ გადაღება და თელი ყოფნა გვეზარება, ამიტომ ყველაფერს არ გავაკეთებთ, გავაკეთებთ რამე მარტივს. ამიტომ ავარჩიეთ ვაშლი. უბრალოდ კარაქთან და შაკარდით გამოვაცხობთ რომ მარტივი დესერტი გავაკეთოთ ძალიან. და თან განახებთ რა ფუნქციები შეუძლია რომ შეითავსოს ამ მულტიკუქერს. გამოვიყენებთ ამ ცხაურს, ჩავალაგებთ ვაშლებს შიგნით. და დავადებთ კარაქს ნაჭრებს. შუა პოცაში ცხობის და ამატებთ უბრალოდ შაქარს, რომ დაკარამელიზდეს და ეგ არის. მარილი აუცილებლად. და მარილი მიცემს დამატებით სიღრმეს გემოსი. ცოტა ზეთი. შავდით ქვაფში, დავხურეთ. ცხობის რეჟიმზე 5 წუთი. ახლა ავხადოთ. ცოტა შაქარს მოვაყრი ოდნავ. კარამელიზაცია დამატებითი წავიდეს და სალფს ჩაუგდებ აი ეგ ზემოდან ესე რომ არომატები გადამწევდეს სალფის ოდნავ. შიშხინის ხმა არის რაც თავარია. ადრე ეგეთ ტექსტურას როგორც ახლა არის ვერ მიიღებთ ვერანაირად. მაგრამ ახლა აქ შესანიშნავად შემცხვარი კარამელიზირებული ვაშლი. და სულ რაღაც 19 წუთში აქ ძალიან მარტივად კარაქში კარამელიზირებული ვაშლი, რომელიც შეიძლება ნაყინთან ერთად ჭამოთ და ძალიან გემრიელი დესერტი იქნება.